დღემშვიდობისა. რასაკეთებ უზრდელო? აქ არ დაჯდე, დაკავებულია, იქით დაჯექი. თუმცა არა, საერთოდ წადი. წადი, რასაკეთებ? გასაგებია ქალბატონო ზუმროდ. რა არის გასაგები? მივხვდი ასე უცნაურად რატომ იქცეოდი. შენი ეს სიგიჟეები. რას ბოდავ, რა სიგიჟე? ეს რას ნიშნავს? სხვათა შორის ლამაზი ყვავილია. არ მეგონა რომ ნაზი გრძნობების ქონა შეგეძლო. არანაირი გრძნობები არ მაქვს. მხოლოდ უხეში გრძნობები მაქვს. არანაირი ნაზი გრძნობები გასაგებია? შენი მესმის ქალბატონო ზუმროდ. შესანიშნავად მესმის. გესმის? მესმის. ანუ ეს შენი თავდაცვის მეთოდია. რა? რა თქმა უნდა მართალი ხარ. ზოგ ადამიანს საკუთარი გრძნობების გამოვლენა შეუძლია. ლამაზ სიტყვებს ვერ ეძახიან, სამაგეროდ წერენ. წერენ? ვერ ხვდები რას ბოდავ. რას ბოდავ ბატონო ნაზიმ? მოხვედი და რაღაც სისულელეებს იძახი. რატომ არ მეჩხუბები? მეჩხუბე, მე მხოლოდ ეგენა მესმის. აი ესე თქმა მინდა. ქალბატონო ზუმროდ. ფიქრობ ჩვენს ჩხუბს აზრი ნამდვილად არ აქვს. მე სხვა ადამიანების გრძნობებს ვათივს ვცემ, მაგრამ ფიქრობ, იქნებ ჩხუბი შევწყვეტოთ და ვითანამშრომლოთ. ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია. სხვათა შორის ასე ერთმანეთის უკეთგაცნობის საშუალებაც გვექნება. რა თქმა უნდა, როგორც იქნა მივხვდი, რომ უჩემოდ ვერაფერს შეძლებ. არ დაგავიწყდეს, რომ ზუმრუდ კორფალი ბრენდია, ფენომენი. მთელი ძალაუფლება ჩემს ხელშია. კარგი, რადგან ერთმანეთს გავუგეთ, შეგვიძლია ბიბლიოთეკიდან დავიწყოთ. დავიწყოთ. ყველაფერი ლამაზად უნდა იყოს. და ასე მოვხდით თქვენთან. როგორც მივხვდი, თქვენ ურთიერთობის გარკვეული საფეხურები არ გაგივლიათ. შეიძლება მატერიალური ან სულიერი პრობლემები გქონდათ. იმის გამო, რომ ადრე დაქორწინდით. შეიძლება. კარგი, და შეგიძლია მითხრათ, რა არის რისი ერთად კეთებას გზიამოვნებთ? მუშაობა. ერთად მუშაობთ. სამსახური და კომპანია ძალიან გვიყვარს. გარდა ამისა, ერთად მუშაობაც ძალიან მოგწონს. თუმცა მე სამუშაოს არ ვგულისხმობდი. ატლასი ყავს. კარგი ოჯახი გვაქვს. ერთად დროს კარგად ვატარებთ. კარგი გუნდი ვართ. გართობაც შეგვიძლია. შესანიშნავია, მაგრამ მე მხოლოდ თქვენზე ვლაპარაკობ. ესრაზე და ოზანზე. არის რაღაც. ხო, ნამდვილად არის, დოქტორო. თქმა დაგვევიწყდა, რომ დაწესებულების დახურვაც გვიყვარს. ამის თქმა დაგვევიწყდა. არა ოზან, ესეც სამუშაო დითვლება. რამე სხვა უნდა ვიპოვოთ, რამე სწორი. ვიპოვით. კარგი ეს რა, შენი პოვი, იფიქრე და მოძებნე. ცეკვა. რა? ოზან, ცეკვაც არის. მე ყოველთვის მინდოდა ტანგო მესწავლა, შენ კი უარზე იყავი. მოდი ცეკვებზე ვიაროთ. ისევ ტანგოზე დაიწყე? ეს რა ტანგო? ტანგო საჩემოა შემომხედება? ტანგო მე შემეფერება? კარგი, შემდეგ ჯერზე შეგიძლია თქვა, რომ ეს რამ მოიფიქრე რაღაც, მაგრამ შენ არ ხარ თანახმა. ტანგო არა? ეს რა? იფიქრა და ბოლოს ტანგო მოიფიქრა. და ტანგოსი მე რა გამიგება? უფროსო, ვიცი დავთანხმდი. ტანგო საცეკვაო წავალ. იყოს ტანგო. ვერაფერს ვერ ვიზამ. სხვა რამეზე არა მუსა არა. არაფრის მოსმენა არ მინდა. უფროსო, სხვა თემაზე მინდოდა საუბარი მომისმინე. რა მოხდა? ეფე ისე რაღაცას გეგმავს. რა? წავიდა და ტელეარხს მისცა ინტერვიუ. ახლა ვეგაჩვენებ. ამ თამაშისთვის წლიური კალენდარი გავაკეთეთ, რომ ერთ წელში გამოგვიშვა. ნახე რა თქვა. მინდა მომხმარებელს კარგი სიახლე შევატყობინო. ერთი თვის მანძილზე ჩვენი აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ იმ თამაშებში ჩაერთონ, რომლებზეც ადრე ვილაპარაკენ. რის გაკეთებას ცდილობს მუსა. ამის გაკეთება ერთ თვეში შეუძლებელია. ახლა როცა ჩვენი რეპუტაცია გამოსწორდა და წინ მიიწევს, ამ სიახლეს თუ გავავრცელებთ, ცუდი იქნება. საკმარისია.
დაცვას და უროკი ეფეს ოფისში ამოვიდნენ. კარგი ბატონო ოზან. ბარგი ჩალაგე. წადი. შენი დანახოც არ მინდა, მიდი. გაიგი რა გითხარი? მოიცადე, გასაგებია, რეპორტაჟი ნახე. რა მოხდა ოზან? იმაზე ბრაზობ, რომ ეს სიახლე შენ არ გავრცელე? რა უფლებით ავრცელებ ინფორმაციას პროექტზე, რომელიც მზად არ არის? ამას როგორ ბედავებ? ოზან, დამშვიდდი. ამ პროექტის უკანმდგარი გენიოსი შენ არ იქნები. შენ რას კარგავ? რა იყო? რა ხდება, რა მოხდა? რა იყო ისევ თავს დამესხმები? მოდი აბა, დამესხი. ამაზე აღარ წამოვიგები, ეფე. აღარ. ეფე, სწორად გავიგე? ერთ თვეში ამ პროექტს ვერ მოვასწრებთ. ასე რატომ იქცევი? ო, ეფე გისმენ. ამჯერად რაც მოიფიქრე, რომელ ტყუილს. მიდი აბა. ეს რამე ცუდი განზრახვით არაფერი მithქვამს. ბოლოს და ბოლოს ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როგორმე დავაჩქარებთ და მოვაგვარებთ. მოვაგვარებთ? ხვდები რას ამბობ? ერთ თვეში ვერანაირად ვერ მოვასწრებთ. თუ ადამიანებს პირობას მივცემთ და ვერ შევასრულებთ, მათ უარები გამოვალთ არა? ჩემო სულ ერთის თუ არა 3 თვის შემდეგ გამოვა. მე რა იყო? გადი. აქედან წადი. არ გავალ. არა. გადი მეთქი ეფე. არ გავალ, მიდი გამიყვანე. გადი, არა. შვიდად.ენ არ მოვიდნენ? მოდიან ბატონო ოზან, მოვიდნენ. მობრძანდით. შემოუში. ბატონებო, ბატონი ეფე შემოსასვლელამდე მიაცილეთ. ოზან გადაირია? კი, გადავირია. ბატონო ეფე გთხოვთ, პრობლემას ნუ შექმნით. ესრა. არაფერს იტყვი? ჩვენ მათ ყუარებთან არ მუშაობთ ეფე. შენ ამ ოფისში მეტად დიდხანს გაჩერდი. ბატონო ეფე, გთხოვთ, გამიში. თავად გავალ. მადლობა რომ გვერდი დამედექი. რა თქმა უნდა ოზან, შენს გვერდით ვარ. დავაგვიანე კიდეც. და თუ ბატონ ჰემიკოს ცუდი რეაქცია ექნება? თუ ცუდი რეაქცია ექნება კონდეს. ამ კომპანიას მემართავ. თუ არ მოეწონება, მოუყვები და ყველაფერს მიხვდება. იმედია. კარგი, შენ ამაზე არ ინერვიულო. მე მოვაგვარებ. მენდე. დამითხარი. ცეკვის გაკვეთილი როდის არის? შეგატყობინებ. ეს ციგნებია, რომელიც ჩვენს მაღაზიას შემოსწირეს. ეს რა ციგნებია? ყველა ძველია. არ მეყვარს ასეთები. ჩვენ რა ღარიბების მაღაზიას ხსნით? არ თქვა რომ ამაში მეც ვარ გარეული. ჩემი სტილი არაა. მე სიმდიდრე მიყვარს, ფუფუნება. და იქნება ამ ციგნების ღირებულება სწორედ მათი სიძველეა. ანდახან სიმდიდრე წარსულშია დაფარული. როგორც მონეტები? მითხარი. ნახოთ აბა ხელში რა გეჭირავს. ხელში განზე გეჭირავს და არის იქ ალბათონო ზუმროთ. აქ ძალიან ლამაზი ლექსებია. ლექსები? საერთოდ არ მიყვარს. მაგრამ უსმინე? არა. არავითარ შემთხვევაში ლექსები საერთოდ არ მიყვარს. სევდიანებია. არა, მადლობა. არაფერი გამიგია, დავყრუდი. გთხოვ. მე მქონდა ცხოვრება, რომელიც არ მწყენდებოდა, როგორც გაზაფხული, გული გამონებით მიცემდა. გაუჩერებლად, როგორც გულმკერდში ანთებული ცეცხლი. როგორია? შესანიშნავია. სესოსტას არიჩან, იმიტომ რომ გულის დგენის გაშენია. გრძნობი არა მხარის გაქვს, დაფარული. ამას მე წერილიდან მივხვდი. მგრძნობიარე? მუქ არის წერილი? მუქ არის წერილი და გრძნობები? ეგ წერილი შენ შესაშინებლად დავწერე. მაგრამ მე მაგ წერილზე არ ვლაპარაკობ, სხვაზე. სხვა წერილი? მე სხვა წერილები არ დამიწერია, მხოლოდ ერთი მუქ არის. წერილი, რომელიც მაღაზიაში შემომიგდა, დილით ვიპოვე. გრძნობების შესახებ იყო. ხელში მიხაკით დაგელოდები კაფეში ეწერა. ნუ გსვენია ჩემო სულა. ადამიანებს გრძნობების გააჩნიათ, ქალბატონო ზუმროთ. ეს აქ რა შუაშია? მერისი უნდა მწყვენოდეს. რა გრძნობები? რას ამბობ? ზუმროდ კორფალი თუ წერილს დაწერს, მხოლოდ მუქ არის იქნება. ქალბატონო ბავშვი თუ არზე რატომ ხარ? არ დამიწერია არა. ხო, წერილი აქ მაქვს. მომეცი.
რა? არა, მე ასეთ რაღაცებს არ წერ. ჩემი სტილი არაა. ასეთი საქციელი საერთოდ არ მიყვარს. ეს როგორ ქალბატონო ზომროთ? ხელში მიხაკი გეჭირა. არ გინდა. მაგ მიხაკებს ქალები არიგებდნენ, იმიტომ რომ ქალთა საერთაშორისო დღე იყო, არა მარტო მე, ყველას ჰქონდა. მაგრამ არანაირი მაგრამ. რა სიძახი? შენც არ იცი, კარგად იყავი. ბატონი ნაზიმი მოგწონს? ხო, ძალიან. რა გვეშველება? როგორ იქნება? რა როგორ იქნება? რას ამბობ? იმას ვამბობ, შემდეგ რა იქნება? ნერიმან, შენი მეგობარი ვარ. მითხარი, რისი თქმა გინდა? მეგობრები ერთმანეთს ხომ ყველაფერს პირდაპირ ეუბნებიან. მითხარი დროზე. არის ერთი რამ, რაც უნდა გითხრა. ამას უკვე მიხვდი. გავიგე, გაჩუმდი. გეტყვი. ნუ მოწვევი. შენი თემა ჩახლართულია, ჩახლართული. შენი საქმეები ბატონ ნაზიმთან ძალიან ჩახლართულია. ჩვენ წერილი დავწერეთ ბატონ ნაზიმს კი გონია რომ ზუმრუთმა დაწერა. ასევე ბატონი ნაზიმი და ზუმრუთი ერთმანეთში ტკბილად ჩხუბობენ. ხომ გესმის? უნდა ვთქვა ნერიმან, უნდა ვთქვა. ანუ კონკურენციაა? ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ. კარგი? კარგი. თუ შეჯიბრია, შეჯიბრი იყოს. მე თანახმა ვარ. კარგი. კარგი. ოზან, მართლა ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. ძალიან კარგია. ისეთი ბედნიერი ვარ. იქნებ არ გამოამჟღავნო ასეთი უკმაყოფილო რომ ხარ. თითქოს აქ იარაღის მუქარით მოგიყვანე. კარგი დავიწყეთ. ყველანი პარტნიორებთან მიბრძანდეთ. იმ ილეთით ვიწყებთ, რომელიც გაჩვენეთ. ძალიან გთხოვთ ყურადღება პირველ ნაბიჯებზე. 3, 2, 1. დავიწყეთ. ბოდის ვიხდე, თუ შეიძლება უფრო ახლოს. გთხოვთ, თქვენ შორის გადაცემა აღმართავთ. ეს სიყვარულის ცეკვაა. ოზან, რასაკეთებ, ასე ნუ მქაჩავ. კარგი, იძახის რომ ცეცხლად და დავანთოთ. თვალებით უნდა დავანთოთ. ერთ სხეულად უნდა იქცეთ, უნდა შეერწყათ. ტანგო ლათინური სიტყვიდან მოდის, რომელიც შეხებას ნიშნავს. შეეხეთ. მიდით ერთმანეთის შეგრძნებების არ შეგეშინდეთ. ეს რა ცეკვაა? ეს ყოველდღეა? ხო, მაგრამ შენ ცეკვაზე უნდა გადაიტანო ყურადღება. ნაბიჯებს ტოვებ. ძალიან ჩაციკლული ვარ. ერთი წამით, უკაცრავად. შეხედეთ ბატონ ოზან, პარტნიორი, აი ასე უნდა გეჯიროთ. გასაგებია მასალებელო, გასაგებია. კარგი? ბატონ ოზან, ერთი წამით უკაცრავად შეხედეთ. ვერ მეხვდით. ხელი აი ასე უნდა გეჯიროთ. სწორედ ასე. ხელი გაუშვი. საჭირო არ არის მასწავლებელო. ყველაფერი გავიგე. თქვენ წაბრძანდით. მიდით. არა ბატონო ოზან, უყურეთ. აი ასე უნდა. აი, შეხედეთ, გავიგე. გადი. ჩემ ცოლს ხელი გაუშვი. გავიგე. ბრავო, ნამდვილად ბრავო. არა, სანამ სიყვარულზე და მსგავს რაღაცებზე საუბრობდა, ხელფეხი თვითონ ერეოდა. რა იყო ეს? ოზან, ეს ცეკვა. და მსოფლიოში ყველა ასე ცეკვავს. მოდი რა არ გვინდა. ცეკვების გარეშეც იოლად გავალთ. არ მინდა. ხომ მოგეწონა და გინდოდა. ყოველდღე მეკითხებოდი. გადავიფიქრეს რა. კარგი, რატომ არ გამოგდის არაფერი? რატომ არ შეიძლება სხვა წყვილებივით ვიყოთ? ყველა დარჩა და პირველივე გაკვეთილიდან ვინ წამოვიდა? ჩვენ და თან შევწყვით. შევწყვით. სხვა რამეს ვიპოვით, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. კარგი, მაშინ შენ იპოვე. ამიერიდან იმას გავაკეთებთ, რასაც შენ იტყვი. იმას გავაკეთებთ, რასაც შენ შემომთავაზე. კარგი, რამეს ვიპოვე. აი უკვე ვფიქრობ. მიდი იპოვე. მიდი მითხარი.
ვიპოვე რა იპოვე? მატჩი. ფეხბურთის მატჩი. ფეხბურთს ვუყურებთ ერთად. შესანიშნავია. ძალიან კარგია. შენი იდეა ფეხბურთის ერთად ყურებაა? დიახ, ამ საღამოს მატჩია. შენ ჩემთან მოდი. კარგი? მე სასუსნავებს მოვიტან მარცხს და ასე შემდეგ. მერე დავჯდებით და ერთად ვუყურებთ. შესანიშნავია. არაჩვეულებრივი გასართობია. ძალიან კარგი. ოზან შესახში მეპატიჟები და სხვა რამეზე ფიქრობ? არა, ეს რა არა. მატჩს ვუყურებთ. ფეხბურთის მატჩს. მოედანზე 22 ადამიანია. 2 კარი, 1 ბურთი, მატჩი. კაცები კი მოედანზე. შესანიშნავია, ფეხბურთს უყურებთ, სუპერ. და შენ გეიძახდი რომ ვერ მოვიფიქრებდი. კარგი? თერაპევტთან მიდი მოუყევი რომ ოზანმა მოიფიქრა. შენ კი არ მიხვდი? ის ამას შეიწერს. ოზან ხმას არ ვიღებ, კარგი, არაფერი მithქვამს. ფეხბურთს უყურებთ, შესანიშნავია. ძალიან კარგი იდეა. არაჩვეულებრივი. გამარჯობა, გამარჯობა. შემეშინდა როცა სასწრაფოდ დამიბარეთ, მაგრამ იცით, მე და ჩემი ქმარი მზად ვართ. მაგრამ არაფერი გამოგდის. თუ მკურნალობაა საჭირო, მზად ვართ.ახლავე დავიწყებთ, იმიტომ რომ ბავშვი გვინდა, რაც შეიძლება მალე. ქალბატონო ელიფ, თქვენი ანალიზების პასუხები შევისწავლე. ზოგი მონაცემი ნორმი და მნიშვნელოვნადაა გადახრილი. და ძალიან მწუხარ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ბავშვის გაჩენა შეუძლებელია. ანუ მაგრამ ძალიან გვინდა. ეკოს გული ძალიან ეტკინება. დარწმუნებული ხართ, რომ არანაირი შეცდომა არაა. სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ. თქვენ სასაკში. მამა, რას აკეთებ? იქიდან გამომდინარე რომ თავს ატეხსავსებ, დამშვიდობდი არა? ბავშვები როგორ არიან? კარგად. მამა, როგორ არიან ეს მხოლოდ ესრამ და ოზანმა იციან. დაბნეულები არიან. ერთ რამეს გეტყვი. იმ ფსიქოთერაპევტ ჭკუიდან თუ არ გადაიყვანენ, უკვე კარგია. ჩემი ელიფი სად არის? ურაკავდა არ მპასუხობს. სახლშიც არ არის. აბა მე რა ვიცი სად არის ელიფი? ელში ამოვხვედი და გაიქცა. შენ და შენი და ერთი დიდი თავის ტკივილი ხართ. მამა ჯოხი ისევ ჩემზე რატომ ტყდება? და აქვე დავაზუსტებ. ჩემი ელიფი ჩემით არ იღლება. დედა ზუმროთ, ჩემი ელიფი სად არის? მე საიდან დავიცადე? გაჩვენდი, საქმე მაქვს. ულაშა, შენ ჯერ კიდევ დეტექტივი ხარ? მაგრამ საქმე არ მაქვს. საქმე რომელსაც ეძებდი შენთან მოვიდა. თან როგორი საქმე? ეს წერილი ამ უბნელმა ქალმა დაწერა. გაიგე ვინ? დაგაჯილდოვებ. ფულს გადაგიხდი. ფულს უგადაიხდი, მე ვიპოვე. ნუ ერევი, გაჩვენდი. ქალბატონო ზუმროთ, თქვენი საქმე უკვე ჩავიბარე. შესწავლასახლავე დავიწყებ. ნაცნობი ხელწერაა, მაგრამ გამოცდილ მეთოდებს მაინც ნუ გადავუხვევთ. კარგი, აკეთე რაც გინდა. იპოვე. მოუთმენლად გელოდები. ულვაშა დეტექტივო. მამა საქმე აიღა? ძვირფასო პატივცემულო ბატონო. თქვენ არ იცით მე ვინ ვარ, მაგრამ მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ. სასიყვარულო წერილია. დაგამცირაიფე. რადგან ასე მოიქცა, მაშინ სასჯელიც ერგება. მიდი, მიდი დაარტყი. შესანიშნავია. ძალიან მოსაწყენია, ძალიან მომწყინდა. ერთსადი სიამოვნება მიიღო, თუ ოცდები გამოგივა. არა და მართლა ძალიან მაგარი თამაშია. რა სიამოვნება უნდა მივიღო, ჩემთვის ეს ყველაფერი ძილის პირულივითაა. კარგი, მოდი ასე მოიქეცი, გუნდი აირჩიე და უგულშემატკივე. ძალიან მოგეწონება, მართლა. კარგი. წითლებში ჩაცმული კაცები თუ ლურჯებში? შენ წითლების მხარეს ხარ, მაშინ მე ლურჯების მხარეს ვიქნები. კარგი, გამეგვერდა. არ გამეგვერდა, ყველა ლურჯებში გამოწყობილი დამპალე კაცი შენი იყოს. დამპალე? რა არის მათში დამპალე? შეხედე რა ლამაზად დარბის. მართლა ლამაზად დარბის. გაიქეცი.
ჩემი ლურჯები რა ლამაზად დარბიან. ოჩახ. ნახე, მგონი გოლი გააქვს. ძალიან ნერვიულობ. გაიქეცი. რა საკეთებ? ლურჯს მისცა ჯარიმა. სათვალე გაიკეთო სამოზრდელმა. საით. რატომ აჩერებ იმას, რომელიც გარბის? გოლი ვინც უნდა გაიტანოს, იმას აჩერებს. გაუზრდელი. ლურჯებიანი კაცი დააჯარიმა. ატლას, მორთფილმი ხომ არ ჩართოთ? არა დადოვა ეს მომწონს. მაგრამ ანიმაციების არხებიც ხომ არის? და იმდენ ფულს შეულობენ, იქნებ შანსი მიგეცა ატლას. ამის ყურებას რატომ აიძულებ შვილო? გამარჯობა. კეთილი იყოს. მიხარია შენი ნახვა ჩემოსულა. ჩემო ყვავილო, სანამ ჩვენი შვილები დაბადებულან, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. აი მაგალითად იმაზე, რომ ყველა ბავშვი მამიკოსი იქნება. მითხარი ატლას, ყველაზე მეტად ვინ გიყვარს? ბიძია. ხედავ? თუ იმაზე უცნობ, რომ დედიკოზე მოწებებული ბიჭი გვეყოლება, დაივიწყე. ჩვენი შვილები მამიკოსები იქნებიან. კიდევ ერთ რამეს გეტყვი, აქ კიბეა და ასე შემდეგ. ბავშვების გაჩენის შემდეგ ამ სახლში ცხოვრება რთული იქნება. იმიტომ რომ არ გვინდა საუზმის დროს თავზე ბავშვები დაგვეცნენ. კარგად ხარ? ჩემმა ყვავილმა თითქოს მოიწვინა. არა, ექიმარაო, რამე ესე ახლა ხომ არ არის? არის. რა გითხრა? ეს რომ ყველაფერი რიგზეა. ძალიან კარგი, ხომ გეუბნებოდი შემოყვავილო. დროა მეუღლეს დაუჯერო. კიდევ ერთი რამ. საინტერესოა ჩვენი სულელები, როგორ არიან? ატლას, მე ჩავულაგებ. კარგი. ატლას ძალიან თხელ ანიმაციურ ფილმს ვუყუროთ. და გოლიც ვერ გაიტანეს. კარში, მიდი. უყურე. ოზან ცოტა გამხიარულდი. რაც ხერი ჩამოგიშვია, შეხედე გოლი როგორ გააქვთ. ეს მგელი მეშევქმენი. ეს ფეხბურთის მგელი მეშევქმენი. აქამდე მატჩებისთვის არ გიყურებია. წავედით. 4 ნომერი, 4. გოლი. ოზან გოლი, მეოთხე გოლი. ჩემი ძლიერი ლურჯებიანი კაცები. ყოველთვის მოვიგებთ. ოზან, რა საკეთებ? რატომ გამორთე? ჩართე. კიდევ 8 წუთი იყო დარჩენილი, რატომ გამორთე? ერთხელ მაინც ხომ შეიძლება მიზნისკენ ერთად ვიაროთ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება ერთ რამაზე მოგვეშალოს ნერვი და ერთი და იგივე რამ გაგვიხარდეს ერთხელ. მაგრამ არა, აუცილებელია მოწინააღმდეგე მხარეს იყო. არა, შეუძლებელია. ოზან შენ მითხარი გუნდი შემერჩია, მე ლურჯებში გამოწყობილები ავრჩიე. გავერთობოდით შეჯიბრი და ასე შემდეგ. არ გამოდის. რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც არ მოგწონლარ ეს რა. არა, ეს შენ არ მოგწონს არაფერი. რაც არ უნდა გავაკეთო. გვერდით ის ადამიანი გჭირდება, ვინც ყველა სიტყვაზე დაგეთანხმება, მხარს დაგიჭერს და არც შეცდომაზე არ მიგითითებს. შვიდად გეჯდება გვერდით, მაგრამ მე ასეთი ადამიანი არ ვარ. გასაგებია? ცეკვის გაკვეთილება როგორ ჩაიარა? როგორც შეიძლება ჩაიაროს, როცა საქმე ოზანს ეხება. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, შუა გზაზე გაჩერდა. იმიტომ რომ საშინლად ეჭვიანი ადამიანია. არ მისმის ასე ახლოს ცეკვა რასაჯეროა? ოზან, როგორ უნდა გვეცეკვა, როგორ? ცეკვისას შორიდან უნდა გვესაუბრა? დიახ, მასწავლებელო, ახლა მხარზე გადებ ხელს. დიახ, ეს რა, მე ახლა ხელს გხვევ. ასე? კარგი. შეიძლება ცეკვა ჩემს გამო შეწყდა, მაგრამ მატჩზე რა სიტყვი? შენს გამო შეწყდა. უსიამოვნოა, მიდი. ხომ ხედავთ, ერთად ნორმალურად ვერაფერს ვასრულებთ. ასეთი ურთიერთობა გვაქვს, იძულებულები ვართ გამოდმებით ვიჩხუბოთ. ეხ, პრობლემებს გამოდმებით პოულობთ. ნორმალურ წყვილს არ გვევართ. წინამძილში ჩვენ 100%-იან თანხმედრას არ ვეძებთ. სიმშვიდეში და ჰარმონიაში გამოდმებით ცხოვრებას ვერც ერთი წყვილე ვერ ახერხებს. ეს არარეალურია. ჩვენ ცხოვრებაში არის სტრესი და სხვა ნეგატიური ფაქტორები. რთული დრო ჩვენ ყველას გვიდგება. ცხოვრება სასწორის სახის წარმოიდგინეთ. 2 ფიალით. ერთ ფიალაზე დადებითი რამეებია, მეორეზე უარყოფითი. წონასწორობის დასაცავად დადებითი და უარყოფითი რამეები კარგად უნდა გავთვალოთ.
ოზანის ნეგატიური ფიალა ისეთი მძიმეა, 1 გრამითაც არ მცირდება. შენს ფიალასთან ახლოსაც კი ვერ მოვა. შენს ნეგატიურ ფიალაში კიდევ 1 პუნქტი დაემატა. ხედავთ? მოწმე ხომ თქვენ ხართ? ოზან, ახლა შენთან კამათი არ მინდა. შეგიძლიათ კითხოთ რა დაინახა ჩემში ნეგატიური. მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ. მე კიდევ ერთ რამას გთხოვთ. შემდეგ სეანსამდე ერთმანეთს დადებითი და უარყოფითი მხარების სია შეუდგინეთ. ნახოთ რომელი ფიალა უფრო მძიმე იქნება. Bakalım terazinin hangi tarafa daha ağır basıyor. ბოლოს და ბოლოს სია შევადგენთ. განა რამდენად რთული უნდა იყოს, ამას ერთად ხომ არ გავაკეთებთ. ზუსტად, ამაში მაინც ვეთანხმებით ერთმანეთს. შენ დიდი სქელი რვეული იყიდე, იმიტომ რომ ერთ გვერდზე სია არ დაგეტევა. რასწერ? Ne yazıyorsun sen? დაწერე, მიდი. ჩაწერა. რამდენად ეფექტური გამგებიანი და რამდენად ჭკვიანი ვარ. ერთი წამით მე მგონი რაღაც სხვას წერა. შენ რა გესაქმება ოზან? არ გაჩვენებ. Hayır ne არა, რა წერა? Sen kimin? წერო რომ ქედმაღალი ვარ. საკუთარ თავს რა კარგად იცნობ. Tamam yaz კარგი ჩაწერა. მეწყინება თუ არ ჩაწერა. ყველაფერი იყონე რაც შენს ხელშია. მე ლეგენდას დავწერ. ლეგენდას ესრაზენ. მაშინ ჩვენი სიები შევაჯიბროთ ოზან. წარმატებას გისურვებ. შენც იმიტომ რომ დაგჭირდება ეს რამ. არა. დაიკარგა. დეტექტივ იალჩინ ჰომს მიმართავ. ეხ მე ვარ. რა დაიკარგა ჩემო სულა? სტაფილო, ბროკოლი, მწვანილი, პომიდორი, ბადრიჯანი. წადი და ნახე ბოსნეულის მაღაზიაში თუ მიაგნებ. ისევ რაღაც უაზროს საქმეს გადაყევი. ჩემო სულა ასე ნულაპარაკობ. რაღაც მაგრია. რაღაც და ვერ პოულობ. ნუ იპოვე. რაღაცას ვერ იპოვე ამ სამყაროში. მერე რა? აბა ულაშე იპოვე რამე? თხოვთ ქალბატონო, გაბრძანდით. მადლობა. კრიმინალური მუშაობის დროს. ხელნაწერების ეს ნიმუშები წერილს შევადარე. ხო, და ვერ პოულობ. ve bulamıyorum. არც ერთი ხელნაწერი არ ემთხვევა. Örtüşmüyor. მაგრამ საიდანაც მეცნობა. Tanıyorum. მაგრამ საიდან? ეს ვერ გამიგია. ვერ დანებდები. ლომი ხარ ულუაშა. პოვნას შეძლებ. იმუშავე. ოკეი. რამდენიმე ხელჩასაჭიდი მაქვს. აი მაგალითად შეხედე, ვიწრო და პატარა ასოები იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ძალიან ძუნწია. ძუნწი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ფული არ აქვს. ანუ ღარიბია. მაგრამ შრომის მოყარე. ანუ საქმეების მართვა კარგად გამოსდის. ამის შესახებ ხელნაწერი მეტყველებს. რა სისულელია? ასეთი სისულელი არ მსმენია ჯერ. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს წერილი ვინ დაწერა? სისულელია. რატომ? მე დამადანაშაულეს მენექშე. ეს როულების გამყიდველი ფიქრობს, რომ წერილი მე დაწერე. ამის ავტორი უნდა ვიპოვო. შეხედე ზუმრად შეხედე. ას და ის შეხედე. ამის კურდს ხედავ. თითქოს თვალწინ მიცოცხლდება. ხო. მეც ძალიან ნაცნობი მომეჩვენა. მაგრამ ვინ არის? ეს ვის უნდა დაეწერა? ოღონდეს არა. მენექშე კარგი რა. ეს მაინც და მაინც მე უნდა დამმართნოდა. რა ხდება? რა ხდება? ძალიან მეწყინა. ექიმი დარწმუნებულია? ვერ დაორსულდები? შეუძლებელიას გარდა ყველა სიტყვა გამოიყენა. ბავშვი არ მაყოლება. ეკოს ასე ვერ მოვექცევი. ვერც კი მოუყევი. ასე როგორ შეიძლება ელიფ? ამის ცოდნის უფლება მასაც აქვს. შენი ქმარია. და რა მოხდება თუ გაიგებს? ვიცი რასაც მეტყვის. ჩემო ყვავილო მიყვარხარ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. ეკოს მზერაში დავინახე, როგორ უნდა მომობა. მისგან კარგი მამა დადგება.
უფლება არ მაქვს ასე მოვექცე. კარგი, მესმის. და რას აპირებ? ეკო ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. შეიძლება სხვა გაიცნოს და აქორწინდეს. და ის გაუჩენს შვილს. ნუ სულელო ბელიფ. ასეც უნდა მოხდეს. სისულელია, არ გაბედო იმის გაკეთება, რაზეც ფიქრობ. ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ზუსტად. ძალიან მიყვარს. ამიტომაც მისივე სიკეთისთვის ისე მოვიქცევი, რომ დამშორდეს. ასე უნდა მოხდეს. ზუსტად. ასე მოხდება. ასე უნდა იყოს. კიდევ რამდენჯერ უნდა გავიმეორო. გიუბნებით ეს მე არ დამიწერია. აბა ეს ვისი ნაზერია? ვისი ნაზერია? რატომ უარყოფ? რატომ? მე არ დავწერე. მე დავწერე, მაგრამ მკითხეთ რატომ. ვიღაც ადამიანი მოვიდა. მითხრა რომ ცუდი ნაწერი ქონდა და მთხოვა მე დამეწერა. მე კი ავდექი და დავწერე. სახელი გვითხრი მენექშე. ვინაა ეგ ადამიანი? ვინ? ვერ გეტყვი. რატომ დაგითხრა? ჩემი მეგობარია. მეგობარი. ნერიმანი. ნუ სულელობ, ნერიმანი რა შუაშია? ნერიმანის გარდა სხვა მეგობრები არ მყავს? არა, მხოლოდ მე და ნერიმანი. ამ სამყაროში სრულიად მარტო ხარ მენექშე. ნუ უარყოფ, ნერიმანია.